პორტუგალიური გამოცემები ქართული დელეგაციის შესახებ ჟურნალისტები წერენ, რომ დელეგატებმა, რომლებიც ლისაბონში ნატოს სამიტში მონაწილეობდნენ, მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალი დაიქირავეს. გამოცემის თანახმად მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ხელშეკრულება გაუფორმეს. შეწუხებულმა ნიკოლა სარკოზიმ კი მათ სასტუმროს ადმინისტრაციასთან უჩილარის, რის შემდეგაც საქმეში უკვე პოლიცია ჩაერთო. როგორ აფასებს ლისაბონის ქართულ ისტორიას საპარლამენტო უმრავლესობა და რას ითხოვს ოპოზიცია? ნინი საყვარელიძე კი ამბობთ. ლისაბონი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროთი არა, რომელსაც ერთი საპრეზიდენტო, 2 დიპლომატიური კომპლექსი და 39 ლუქსი ნომერი აქვს. ლისაბონში ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩასული ქართული დელეგაცია რამდენიმე დღე სწორედ ტიარაში ცხოვრობდა. პორტუგალიური პრესა დღეს ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებს ერთი და იგივე ინფორმაციას მცირე განსხვავებებით. ჟურნალისტები წერენ, რომ სამიტზე ჩასულმა ქართველმა დელეგატებმა მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალი დაიქირავეს და სასტუმროში მიიყვანეს. ხმაურით შეწუხებულმა საფრანგეთის დელეგაციამ ქართველებს სასტუმროს ადმინისტრაციასთან უჩივლა და საქმეში პოლიცია ჩაერთო. შემთხვევა იქვე დასრულდა, თუმცა პოლიციის მიერ ინციდენტის სტატუსით ოფიციალურად დარეგისტრირდა. ზუსტი ინფორმაცია თუ რა შემადგენლობით წავიდა ქართული დელეგაცია ლისაბონში არ ვრცელდება. თუმცა დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ დელეგატებს შორის იყო ამერიკის მომავალი ელჩი თემურ იაკობაშვილი. ერთ-ერთი პორტუგალიური გამოცემა წერს, რომ ქართული დელეგაციის საქციელმა თავად ნიკოლა სარკოზი შეაწუხა და სასტუმროს ადმინისტრაციასაც სწორედ მან მიმართა. ლისაბონის ქართული ისტორია განხილვის თემა დღეს საკანონმდებლო ორგანოშიც გახდა. ეს არის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა ბატონო მიხეილ, ეს არის გაზეთი, არ ვიცი ვის გაზეთია, მაგრამ მეგეუნებით ეს არის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა ადგილობრივი პოლიციის მიერ და სრულიად სანამ სამართლიდან ამ ფაქტს ჭირდება მოკვლევა. და იმედი მაქვს, რომ შესაბამისად იმ დელეგაციას და იმ მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ, ამაზე ვინმე პასუხს მოთხოვს. იმიტომ რომ ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას. Morning Star-ი ძველმა თაობამ კარგად იცის. ეს არის კომუნისტების გაზეთი. ბრიტანელი კომუნისტების გაზეთი, რომელიც ფინანსდებოდა ცეკას მიერ და ეხა ფინანსდება კრემლის მიერ. ასეთი გაზეთები რუსებს ბევრი აქვთ. რა თქმა უნდა, მათი მიზანია, ჩვენი ოპონენტების მიზანია, რომ მსოფლიოს დაანახონ მოვლენათა განვითარება, როგორც Morning Star-ი ხედავს, მაგრამ ჩვენ საბედნიეროდ ჩვენი კოლეგები და დემოკრატიული და პროგრესული მსოფლიო ხედავს ყველაფერს, რასაც წერს Washington Post-ი, New York Times-ი, Guardian-ი, Financial Times-ი. და იქ იწერება, რომ საქართველოს წინ მიდის. იგივე წარმატებით ვინმემ შეიძლება გაავრცელოს ინფორმაცია, რომ ქართული დელეგაციის წევრები მანამდე ვიდრე ამ საქმით დაკავდებოდნენ, ჩვილ ბავშვებს ჭამდნენ პორტუგალიაში ლისაბონის სამიტის დროს ან მის შემდეგ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს, თუმცა გამოცემა Morning Star-ი წერს, რომ ქართულ დელეგაციას სომეხი დელეგატებიც შეუერთდნენ. მსუბუქი ყოფაქცევის ქალები კი მათ სასტუმროში მეუღლეების სტატუსით შეიყვანეს. პორტუგალიური პრესა არ ახსენებს საქართველოს პრეზიდენტს. უცნობია სად იმყოფებოდა ის მაშინ, როცა ჟურნალისტების ინფორმაციით ქართველი დელეგატები ერთობოდნენ.